იცნონ, არა იმიტომ რომ დაიჯებიან, არ უნდა იცნოს საკუთარმა ახლობელმა, მეზობელმა, ნათესავმა, რომ არ უნდა გაიგოს, რომ ის აი ესეთ საქმეს ჩადის. რომ აი ესეთი დამსჯელ ორგანიზაციაში მუშაობს და ესე ექცევა სხვებს. Სხვენია ელემენტი. ეს ხო არის შედობიანი წინააღმდეგობის ერთ-ერთი რესურსი. აი რომ დაიწყოს ლუსტრაციის დიდი კამპანია. აი ეს მოსამართლე, აი ეს გამომძიებელი არის, ვინც თვალებს თხრის პოლიტიკური პატიმრებს უშვებს ციხეში, რაღაცა საფუჭებს. შეიძლება ასეთი ფორმით ცოტა ზედმეტი იყოს, ახლა მე თუ მკითხავ, შეიძლება ასეთი ფორმით ზედმეტი იყოს, იმიტომ რომ ადამიანები შვილები ყავს ბუნებრივია, მაგრამ და მოხდება უფრო ესე ვთქვათ მეტი აი ჯინაზე რო ამბობენ ხოლმე გაკეთებ. შეიძლება სხვა ფორმით ჯობდეს, რომ ვიცი რომ ამას აკეთებ და ნუ აკეთებ. ხოლმე მოსამართლებთან დაკავშირებით აქ უკვე ლაპარაკი არ არის, იმიტომ რომ მოსამართლეები ღიად მუშაობენ, მაგრამ აი ადამიანები, რომლებიც ამას ჩადიან, თავზე ჩამოფხატული აქვს ის თავსაბურავები, იმათ მიმართ ალბათ სხვა ფორმაც უნდა იყოს. მაგრამ მეორე სხვა მაინც ეს ადამიანები პრინციპში მათ შენ სავსების სამართლებიდან ამბობ, მათთვის ერთ-ერთი ბერკეტი არის საზოგადოებრივი აზრის ზეწოლა. მე ამას ერთ-ერთმა პოლიტიკურმა პატიმარმა ჩვენ რეგულარულად ვისმენთ ხოლმე მათ სისხლის სამართლის საქმეებს და თეორიული წინ მქონდა მოსმენა, ეხლა არ ვიტყვი უბრალოდ გვარებს და სახელებს. საკმაოდ ადრინდელი 2004 წლის საქმე, ერთ-ერთი პირველი საქმე არის პოლიტიკური პროცესი. მან მითხრა რომ ორი მოსამართლე გადადგა სანამ მათი საქმის მოსმენა დაიწყებოდა. მაშინ ჯერ კიდევ მოსამართლეთა კორპუსი არ იყო შეცვლილი და აი როცა უთხრეს რომ მთელი ოჯახი უნდა დააპატიმრო, ნუ ორმა მოსამართლემ თქვა რომ ამას ჩვენ ვერ განვიხილავთ. თუ კი მართლაც ეს ფორმა ლუსტრაციის გამოყენებული იქნება, ხო არ შეიძლება რაღაცა რაციონალიზმი, მე მინდა რომ რაღაცა რაციონალიზმი გავაღვიძოთ ითეული ამ ადამიანის ფსიქოლოგიაში, იმიტომ რომ მართლაც ეს სააკაშვილი გინდა არ გინდა, ხა ერთი თვე გაგრძელდება თუ ორი თვე გაგრძელდება თუ ერთი წელიწადი, გასაგებია რომ დიდხანს და 2013 წლამდე ეს ვერ გაგრძელდება. ამის შემდეგ ეს ხალხი რჩება ჯამრთელი, ახალგაზრდა, კარიერის გაგრძელებაც ენდოებათ, ამ ქვეყანაში ცხოვრებაც ენდოებათ, მაგრამ საშინელი დამღარ რჩებათ. წარმოიდგინე ხა როგორ უნდა გააგრძელოს საქართველოში ცხოვრება, არ ვთქვი კარიერას ადამიანმა, რომელიც ჩანს პირდაპირ ვიდეო ფირზე, რომ არმატურას ურტყავს 20 წლის ბიჭს სახეში, ნუ აი ეს რაციონალიზმი შეიძლება მათ აუხსნათ, რომ თვითონ თავიანთ თავს უფრო აუბედურებენ ვიდრე დაუშვათ სხვა. კარგად უნდა იყოს ეს მოფიქრებული. აბხოლოდ იმის სახელით, რომ თქვენ ჩვენი ძმები ხართ და ჩვენ თეთრიკავით, ან იმის სახელით, რომ თქვენ გიცით ვინც ახარ და დედას გიწერებთ, ეს საქმე არ გამოვა. ამას ყველა შემთხვევაში ინდივიდუალური მიდგომა ჭირდება და სხვანაირი მოქცევა. მე მაგალითად ერთ რამეს გეტყვი ახლა. მე ვიცი ფურცელაძის ქუჩაზე ვინ იყვნენ, ტაქსისტებს შორის ვინ იყვნენ. იმიტომ რომ რამოდენიმე მათგანი იყო ჩემი უახლოესი ადამიანი და გვერდ-გვერდ ვიყავით სამოჩაბლოში მთელი ამ წლების განმავლობაში და მებრძოლი ბიჭები იყვნენ, რომლებიც არ შეეპოვენ ოსებს, სეპარატისტებს გულისხმობ ბუნებრივია, არც ერთი წამით და ყველაფერი გააკეთეს, იმიტომ რომ კბილები ჩაბღაუჭებული იყვნენ იმ მიწაზე და ვერავინ ვერ გაუბედა იმ სოფელში ვერაფერი. და ეს სოფელი ვაშკად არ მინდა ახლა სოფელი დავასახელო, ეს იყო ციტადელი ჩვენი ამ რეგიონის დაცვისა. და ეს ბიჭებიდან რამოდენიმე არის ახლა ამ ზონდერ ბრიგადაში. უსახკარო დარჩენ, ულუკმაპურო დარჩენ. თან ამ სამიდან ერთი ნასამართლეია და გასაგებია იმას, რომ უკან შებრუნებას უპირებთ. მაგრამ ასეა თუ ისე ამ ბიჭებს აძლევენ მაღალ ხელფას, თან სხვა გამოსავალი აღარ აქვს და მე მაგალითად თვალებში ვერ მიყურებენ, მაგრამ ნუ თავს იმართლებენ იმით, აბა რითი ვაჭამოთ ოჯახს. ეს არ არის თავის გამართლება ბუნებრივია, მაგრამ იმეორებ ასეთი ტიპის ადამიანებს სხვანაირად უნდა ელაპარაკო. არ შეიძლება არც მუქარა და არც ისაა. როგორ მე ამას კითხულობ აი საკმაოდ რთული თემა. მე კიდე ერთი პრეცედენტი გავიხსენებ, რომ 9 აპრილი როცა მოხდა აი მახსოვს რაღაც ქართულწილად 9 აპრილამდე იყო ძალიან დიდი დებატები საქართველოში, რომ გვინდა ეს დამოუკიდებლობა თუ არ გვინდა და იყო ძალიან ბევრი მომხრე პარტიის თუ წევრი თუ რა იყო კომუნისტები, ვინც ამტკიცებდნენ რომ არ გვინდა და ავიღუპებით, როგორ შეიძლება საქართველოს დამოუკიდებლობა ეს ექსტრემისტების და ვიღაცების მოგონილი არის, მაგრამ აი 9 აპრილის ამ სისხლმა აი მახსოვს პირდაპირ 2 დღეში როგორ დაიმსხვრა მთელი კომუნისტური სისტემა საქართველოში. რაღაცნაირად თვითონ საბჭოთა მილიცია უიარაღოდ დააყენა თვითონ მაშინ საბჭოთა ხელით კი კგბ დაიმსხვრა და რაღაც ისეთი ტრაგედიის წინაშე, როდესაც დადგინე, როცა აი ნახეს რომ მეტის გადადგმა ნაბიჯის აღარ შეიძლებოდა, ყველა ყოველგვარი ეს რაღაც ორგანიზებულობის გარეშე უარი თქვა კომუნისტური ხელისუფლების სამსახურზე და ამას რა პროცესები მოყვა, ეს ცალკე საკითხი არის, მაგრამ თუ შეუძლებელი არის ჩვენ საზოგადოებაში, რომელიც ხშირად ვამბობთ, რომ არის ძველი კულტურის ხალხი, არის რაღაცა დისკუსია ასთა გაცნო გამოსვლა, რაღაცნაირად ერთი მხარე, მეორე მხარე, ნეიტრალური მხარე, აი ამისი გაცნობიერება, ნუ თუ ძალიან ძნელია, რომ მიდის სამოქალაქო დაპირისპირების ესკალაცია, რომელსაც სულ პატარა შეიძლება შემთხვევითი ნაპრეცკარი ჭირდება და ქვეყანა არის ძალიან დიდი ტრაგედიის წინაშე.
ამას ჭირდება პოლიტიკური გადაწყვეტა და ნაცვლად ამისა, ცეცხლის დასხმა, პლასტიკური წყლების დაკავება, ზონდერ ბრიგადების გაზდა რაოდენობის თუ რაღაცა გაწოცნა. მე ვერ ვაგებინებ ამ ადამიანებს პირველ საუბარში, რომ ასეთი საქციელი ღვთის რისხვას იწვევს უბრალოდ. ერთი კითხვა მაქვს რა, აი თქვენ ეხლა მე ჩვენ ვლაპარაკობთ, აი თქვენ პოლიტიკური პარტიების ლიდერებს, პოლიტიკურ ჯგუფებს, ამის ანალიზი თუ გაგიკეთებიათ თვითონ შიგნით. აი ამის ანალიზი და ანალიზის საფუძველზე როგორ ჯობია მოვიქცეთ. შეიძლება ინდივიდუალურად მიდგომა ჯობია ვინმესთან, შეიძლება კუთხის მიხედვით ხო, ანიშნული მაქვს, მაგრამ ხო, იმიტომ რომ იშვიათად, ფაშორზე რატომ გეტყვი? იმდენად აი ეს ყოველდღიური რაღაც პრობლემები იმდენად არის რომ ვიღაცა დააპატიმრეს სადღაც რაღაცა ვიღაცას თავს დაეცხნენ ვიღაცა ჩამოდის რაღაც საკითხი გადასაწყვეტი რომ აი მართლა ზუსტად ამას ვამბობდი აი რაღაცა მიმდინარე პროცესში არ გაგვეპაროს რაღაც უფრო მნიშვნელოვანი მეთქი მართლაც ხა რა თქმა უნდა ამაზე გვიწევს ხოლმე მსჯელობა მაგრამ ეს თალკე პრობლემა არის ამაზეც გადავაფრთხილებ უნდა მუშაობდეს რამდენად ოპოზიცია კიდე საერთოდ ერთობლივ სტრატეგიას ადგას ეს შეულებრივი ქართული პრობლემა რომ არის ბევრი ასე სხვადასხვა ამაზეც გადავალ მაგრამ ნუ კითხვაზე გპასუხობ პირდაპირ ნაკლებად ნამდვილად ნაკლებად მე მინდა რომ ჩვენ განაცემოთ ცოტა უფრო გულწრფელი გამოვიდეს ვინაიდან დღეს არ ვარ ასე თქვა რესპონდენტი მე თვითონ კარგია მაგას რომ პასუხობ ესე იმიტომ რომ მაშინ მე გეტყვი რომ ესე იგი ფაციფუცმა და ამ პარტაუნებამ დაღუპა საქართველოს თუ გინდა 9 აპრილის დღეებშია ეხლა მე ვიცი რომ ვიღაცისთვის ეს იქნება განწყობინებას გამოიწვევს ჩემი სამართლით მაგრამ პრაქტიკულად ეს ზოგიერთისთვის ეს იყო რომ 9 აპრილმა განაპირობა დანგრევა იმპერიის იმპერია ინგრეოდა ეს იმპერიის დანგრევა ჩადებული იყო მანამდე იყო ჩადებული 15 წელს ადრე. იმპერია ინგრეოდა და ჩვენ ყოველთვის იმპერიის ნანგრევში მომიდომეთ ჩავალა. ეს ეხება ყოველთვის. მე სხვა შორის ეს მითხრა ერთმა ესეთი რა ამ თემაზე ქონა ლაპარაკი ერთ საკმაოდ სოლიდურ პაკოველ აზერბაიჯანელ პოლიტოლოგთან, სხვა შორის ძალიან გაიზარდა მათი პოლიტოლოგიური სკოლა და მითხრა თქვენ ყოველთვის ყველაფერში ლოკომოტივები იყავით. ლოკომოტივი რომელიც მუდმივად რელსებს ხდება, მაგრამ მაინც ლოკომოტივია. თუ კარგად ჩავუფიქრდებით, ამაში რაციონალური არის. აი მთელ ამ პოლიტიკურ პროცესში, მაგრამ ჩვენ უნდა დავანახოთ სოფლიოს, რომ ყველაზე უკეთესები ვართ, ყველაზე წინ ჩვენ უნდა ვიყოთ, ყველაფერში ჩვენ უნდა ვიყოთ და ჩვენ ესე იგი ჩვენ ხალხი გვეხოცება ტერიტორიებს კარგავ და ჩვენ მონაგარზე მე ბალტიისპირილები იქნება თუ ჩვენი მეზობლები სომხები და აზერბაიჯანელები იმკიდან თავის მოსავალს. რადგან შევეხეთ ამ თემებს, მართლაც მეც ვიტყვი ერთი, ნუ ქვეყანას არ დავასახელებ, მაგრამ მაგ რეგიონიდან ერთ-ერთ ძალიან მაღალი რანგის პოლიტიკოსმა ერთ-ერთ ესე დახურულ შეხვედრაზე თქვა, როდესაც ჩვენ შევეკითხეთ, აი თუ ასე გინდათ რომ რუსეთის სახე დავანახოთ სოფლიოს და თუ მაინც რუსეთის იმპერიის დანგრევა არის მთავარი ამოცანა. მოდით და თქვენ ჩაერთეთ ამ ესე იგი რატო თქვენ არ იძახით რუსეთის წინამდე რატო თქვენ არ აგებთ ეს რიტორიკა, რატო თქვენ არ აპატიმრებთ მაგან ჯაშუშებს, რატო თქვენ არ შედიხართ ამ პირდაპირ კონფლიქტში? არა, გითხეთ, რა ამისთვის თქვენ არსებობთ. ეს იყო ძალიან ცინიკური, მაგრამ გულწრფელი ნათქვამი. ლაბორატორია, საქართველოს არის ლაბორატორია. ლაბორატორია იმისთვის, რომ ერთის მხრივ რუსეთის ზღაპრები, ასე ვთქვათ, საჯარო გახადოს, აგვისტოს ომის მაგალითი. ჩვენ დავანახეთ სოფლიოს რა არის რუსეთი. სოფლიო მარიცოდა, თურმე რა იყო რუსეთი. სოფლიო მიცის ძალიან კარგად რუსეთი 1917 წელს დამოყოლებული. მანამდე ხო იცოდა გადასარევა და ამ ტიპის რუსეთი, რომელიც დღეს არის 1917 წელს დამოყოლებული გადასარევა და უზარმაზარი ინფორმაცია და ცოდნა აქვს დაგროვილი. სოფლიო საინტერესებს ხოლმე რომ სოფლიოს კი ზოგიერთ პოლიტიკოს ან ზოგიერთ ქვეყანას საინტერესებს ხოლმე რომ სოფლიო შეახსენოს როგორია რუსეთი და ყოველთვის ეს ჩვენ ხარჯზე ხდება ბოლო წლების განმავლობაში. ჩვენ გადავედით უკვე გლობალური პოლიტიკა რა კონტექსტში არის საქართველოსთან. ესეთი ფრაზა თქვა სარკოზიმ ბუშის არჩევნებამდე, უბრალოდ ბუშის გადარჩევამდე ძალიან ცოტა ხნით ადრე, როცა ის აპირებდა თბილისში ჩამოსვლას, მას ბუშმა დაურეკა და უთხრა რომ მოდი მიწახვალ თბილისში, გააკეთე უბრალოდ განცხადება და იქ რაც მოხდება მოხდეს. ეს რაღაც ისე ჩაიერეთ თითქოს ჩვეულებრივი განცხადება ყოფილიყო. კითხოს მისვამ თუ კონსულტაციას აგებ. არ ვიცი, აი ხა ილიას ლექსი ვახსენე და კიდე ერთი ლექსია ილიას ბედნიერი ერი. მე ვთქვი და ჩემთვის ეს ასეა, რადგან რა არ უნდა ილაპარაკოს, მე ვთქვი რომ ეს იყო ექსპერიმენტი, ერთგვარი კიდე მორიგი ექსპერიმენტი, რომ სოფლიოს დაენახა როგორი ცუდია რუსეთი. ყოველ შემთხვევაში ხა მე სხვა შორის იმ კატეგორიას არ გამეკუთვნები, ვინც გაუთავებას ლაპარაკობს იმის თაობაზე, რომ არიქა სააკაშვილმა დაიწყო ომი. ეს ესე არ არის. სააკაშვილის ხელისუფლება ამ ხელისუფლებამ უბრალოდ სამწუხაროდ იმ ხაფანგში ჩააყოთავია, რომელიც კარგად დაუგესალია რუსებმა. ეს ომი როგორ იწყებოდა და როგორ ვაფრთხილებდი ჩვენ ვისაც შეგვეძლო გავაფრთხილებინე ფაქტობრივად. 11 ივლისს პირდაპირ გავაფრთხილე ხელისუფლება, ასე და ასე მოხდება. დღეების შემეშალა, 14